თუ უნდა გამოიძიოს ქალბატონო ეკა, მოდით ეხლა პირდაპირ კითხავ, თუ კი ეს რეალურად მოხდა, თუ კი ვანო მერაბიშვილს მართლა პირადად ემუქრებოდა ფარცხალაძე, რანაირად უნდა გამოიძიოს იმ ადამიანმა და იმ ადამიანის სტრუქტურამ, რომელსაც ხელს ადებს თავად ყოფილი პრემიერ-მინისტრი ივანე მერაბიშვილი. ეს მოხდა, თუ ჩვენ ვამბობთ, რომ თუ ამ დაშვებით ვამბობთ, რომ თუ ეს მოხდა, ასეთ შემთხვევაში შეიძლება ელაპარაკო, თქვათ სრულიად ნეიტრალურ უწყებაზე და ესეთი ასახელებენ ჩვენი ოპონენტები, რომ ეს არის საპარლამენტო კომისია. ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ არა გვაქვს საფუძველი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის, იმიტომ რომ არა მაქვს საფუძველი არ ვენდო გამოძიებას პროკურატურას, არ ვენდო სოზარ სუბარს, მე პირადად ვესაუბრე მას და არა მაქვს საფუძველი თქვა, რომ ადამიანი იტყუება. კიდევ ერთხელ ვამბობ, ამ ფაქტის შემოწმება მიუხედავად იმისა, რომ ეს ორი უწყება, ვინც უნდა გამოიძიოს, თავად ამბობს, რომ არ მომხდარა ეს ფაქტი და გასაჯაროն ის ფირები, რატომ არა? აი, იმიტომ თუნდაც, რომ პოლიტიკური სპეკულაციის დაბრალება ეს ხდება მთელი ამ დღეების განმავლობაში, რატომ არა? იმიტომ რომ კანონით აკრძალულია.